წარმოიდგინე, რომ შენ გაქვს სატელიტი. შეიძლება დედამიწის დაკვირვებისთვის, შეიძლება კომუნიკაციისთვის, შეიძლება შენ ქმნი კონსტელაციას. და ეხლა შენს თავს სვამ კითხვას. როგორ მოხდება ეს რაღაც ორბიტაზე? პასუხი უფრო რთულია, ვიდრე უმეტესობას გონია, რადგან ეს მხოლოდ ფასის საკითხი არ არის. ეს მასის, ორბიტის, სანდოობის, გეოპოლიტიკის, დაზღვევის, ხელმისაწვდომობის საკითხია და ზოგჯერ უბრალოდ ისიც კი უნდა იკითხო, შეგიძლია თუ არა შენი სატელიტი კონკრეტულ რაკეტაზე დააგენო. დღეს გლობალურ ბაზარზე არსებული ყველა მნიშვნელოვანი გამშვები რაკეტის მიმოხილვას გაგიკეთებ, ფასებით, ტვირთამწეობითა და სტრატეგიული მოსაზრებებით. და მე გაჩვენებ, რატო არ არის ყოველთვის ყველაზე იაფი რაკეტა სწორი არჩევანი. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. სანამ დავიწყებთ, უნდა იცოდე რაღაც ორბიტებზე. სანამ ფასებს შევადარებთ, უნდა განსაზღვროთ რეალურად სად მივდივართ. რაკეტის ფასი მიზნობრივი ორბიტის გარეშე ისეთივე აზრს მოკლებულია, როგორც ავიაბილეთის ფასი დანიშნულების გარეშე. დაბალი დედამიწის ორბიტა, ინგლისურად Low Earth Orbit, ანუ LEO, მდებარეობს დედამიწის ზედაპირიდან 200-დან 2000 კილომეტრამდე სიმაღლეზე. აქ ბრუნავს საერთაშორისო კოსმოსური სადგური, Starlink-ის სატელიტები და დედამიწის დაკვირვების აპარატები. ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულება და ყველაზე დიდი ბაზარი. მზის სინქრონული ორბიტა SSO არის სპეციალური პოლარული ორბიტა, სადაც სატელიტები დედამიწას ისე ულიან, რომ დედამიწის ზედაპირის თითოეულ წერტილს ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილობრივ დროებში გადაუფრენენ. იდეალურია მაგალითად დედამიწის დაკვირვების სატელიტებისთვის, რომლებსაც ერთგვაროვანი განათება სჭირდებათ. ტექნიკურად უფრო რთულია მისაღწევად ვიდრე სტანდარტული დაბალ ორბიტა. შემდეგ არის საშუალო ორბიტა, ანუ MEO, რომელიც მდებარეობს 2000-დან 35800 კილომეტრამდე სიმაღლეზე. ეს არის ნავიგაციური სატელიტების სამეფო. GPS, Galileo, GLONASS, BeiDou, ისინი ყველა საშუალო ორბიტაზე მოძრაობენ. როგორც წესი, დაახლოებით 20000 კილომეტრზე. მიზეზი მარტივია. ამ სიმაღლიდან ერთი სატელიტი დედამიწის ზედაპირის ბევრად დიდ ნაწილს ხედავს, ვიდრე მხოლოდ LEO-და. საკმარისია, რომ ზუსტი სიგნალები მიაწოდოს. გლობალური დაფარვისთვის ნაკლები სატელიტია საჭირო, ვიდრე LEO-ში, მაგრამ მეტი ვიდრე GEO-ში. ამაზე კიდევ დავბრუნდებით ახლავე. დაფარვის, სიგნალის გადაცემის დროისა და კონსტელაციის ზომის შორის კომპრომისი MEO-ს ნავიგაციისთვის საუკეთესო არჩევანს ხდის. და სულ ახლახანს ასევე ახალი თაობის ფართოზოლოვანი კონსტელაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გეოსტაციონარულ სისტემებზე ნაკლები დაყონება უზრუნველყონ. მაგრამ ნაკლები თანამგზავრით. გეოსტაციონარული ტრანსფერის ორბიტა, ანუ GTO, არის შუალედური სადგური გეოსტაციონარულ ორბიტამდე გზაზე. ანუ 35786 კილომეტრის სიმაღლეზე, სადაც თანამგზავრი დედამიწასთან ერთად ბრუნავს და თითქოს ყოველთვის ერთსა და იმავე წერტილზეა გაჩერებული. საკომუნიკაციო თანამგზავრები, ამინდის თანამგზავრები, ასევე ტელეკომუნიკაცია და ჯაშუშობა. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სტანდარტული დანიშნულების ადგილი კომერციულ ბაზარზე. და კიდევ არსებობს მთვარის ორბიტა, მარსისკენ მიმავალი ტრაექტორია და ლაგრანჟის წერტილები. მაგრამ ეს ნიშური ბაზრებია სამეცნიერო მისიებისთვის. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ერთი და იგივე რაკეტას მიზნის ორბიტის მიხედვით სრულიად განსხვავებული თვითამწეობა აქვს. Falcon 9-ს შეუძლია 22800 კილოგრამის გატანა დაბალ დედამიწის ორბიტაზე, LEO. მაგრამ მხოლოდ 8.3 ტონა გეოსტაციონარულ გარდამავალ ორბიტაზე, GTO. თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. ფასი იგივე რჩება, მაგრამ აშკარად ნაკლებ სიმძლავრეს ყიდულობ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, კილოგრამის ფასი იზრდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც უნდა გაიგო. ღირებულება კილოგრამზე. კოსმოსურ ფრენებში ეფექტიანობა ზომავენ. რამდენიმე სხვა პარამეტრთან ერთად ორბიტაზე გამოსაყენებელი ტვირთის კილოგრამზე ღირებულებით. ეს მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში დრამატულად შეიცვალა. Space Shuttle-ის გაშვება დაახლოებით $44500 ჯდებოდა თითო კილოგრამზე დაბალ ორბიტაზე. ეს გადაჭარბება არ არის, ეს იყო რეალური ამორტიზებული მაჩვენებელი საშუალო შატლის მისიებისთვის. 1 კილოგრამი ორბიტაზე. ეს იმდენივე ღირს, რამდენიც კარგი მანქანა. დღეს SpaceX-ში ყიდულობ Ride Share Tickets, ანუ უკვე დაგეგმილ Falcon 9-ის მისიაზე თანამგზავრობის ბილეთს დაახლოებით $6000 თითო კილოგრამზე.
ცალკე მისიისთვის. ანუ როცა რაკეტა მთლიანად ერთი კლიენტისთვის არის, ფასი დაახლოებით $4000-ია თითო კილოგრამზე. ეს Space Shuttle-თან შედარებით 10-დან 14 ჯერ შემცირებას ნიშნავს 20 წლის განმავლობაში. და Starship-ით თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იმუშავებს, გრძელვადიან პერსპექტივაში 1 კილოგრამზე ნაკლები $100 დაგვიჯდება. შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლებიც კი. ეს კიდევ 40 ჯერ შემცირებას ნიშნავს. თუნდაც ორბიტალური საწვავით შევსების შემთხვევაში Starship-ი ყველაფერს აჯობებს. კოსმოსური ინდუსტრიისთვის ეს უზარმაზარი მიწისძვრაა. ყველა დისკუსია რაკეტების ფასებზე იწყება SpaceX-ით. იმიტომ რომ SpaceX-ი არის ეტალონი, რომელთანაც ყველა სხვას უწევს შედარება. ცხრიანი მთავარი საიმედო რაკეტაა. სიის ფასი 2025 წელს იყო $74 მილიონი ცალკე მისიისთვის. ეს ნიშნავს დაახლოებით $3200 თითო კილოგრამზე სრული დატვირთვის შემთხვევაში. პრაქტიკაში ბევრი კლიენტი ყიდულობს რაიჩერის ადგილებს უკვე დაგეგმილ Starlink-ის მისიებზე, $6000 თითო კილოგრამზე. მაგრამ ამისთვის ისინი რაკეტას სხვებთან ერთად იყოფენ. Falcon 9-ის მთავარი უპირატესობა არა მისი ფასი, არამედ მისი სანდოობა და სიხშირეა. 2025 წელს SpaceX-მა 165 Falcon 9-ის გაშვება განახორციელა. ეს ნიშნავს, რომ როგორც კლიენტი იღებ IAP რაკეტას, რომელიც კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს. მისი ბუსტერი უკვე 30 ჯერ არის გაფრენილი. და მის ოპერატორს უკვე რუტინად ქცეული გამართული პროცესები აქვს. დაუმუშავებელი. შემდეგი გაშვებისთვის მომზადებას 13 დღე სჭირდება. ეს არის ოპერაციული ეფექტიანობა ისეთ დონეზე, რომელსაც მსოფლიოში არც ერთი სხვა კომპანია ახლოსაც ვერ უახლოვდება. თუნდაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ შეძლებენ ამას. Falcon Heavy არის Falcon 9 გამრავლებული 3-ზე. პირდაპირ მნიშვნელობით. რადგან ის შედგება 3 შეერთებული Falcon 9-ის ძირითადი საფეხურისგან. სიის ფასი დაახლოებით $90 მილიონი, ნაწილობრივ ხელახლა გამოსაყენებელ ვერსიაში. 54400 კილოგრამი ლეოს ორბიტაზე. ეს ნიშნავს დაახლოებით $1700 თითო კილოგრამზე. ძიმე GTO მისიისთვის ან მისიებისთვის, რომლებსაც მაღალი ენერგია სჭირდებათ. ეს ბაზარზე ყველაზე ეფექტური გადაწყვეტაა. მოკლე შესვენება. თუ ეს ვიდეო უკვე რაღაცას გაძლევს, დააჭირე ნახევარნიშანს თუ გაქვს. თუ არა, ერთი ლაიკი, გამოწერა ან კომენტარი არხს ძალიან დაეხმარება. ალგორითმი მომდევნო წუთებში გადაწყვეტს, გაავრცელოს თუ არა ეს ვიდეო. და შენც იღებ მონაწილეობას ამ გადაწყვეტილებაში. მადლობ. ეხლა კი გავაგზავნოთ. ULA, ანუ United Launch Alliance, რომელიც Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმოა, წლების განმავლობაში SpaceX-ის გვერდით ერთადერთი სერიოზული ამერიკული მიმწოდებელი იყო. Vulcan Centauri-ით ULA-მ ათლას ხისა და Delta Khori Heavy-ის შემცვლელი ააგო. Vulcan-ის გაშვება დაახლოებით 100-დან 140 მილიონ დოლარამდე ღირს. Leo-ზე ტვირთამწეობა 27200 კილოგრამია. მეტი ვიდრე Falcon 9-ს შეუძლია. ეს დაახლოებით $4000 თითო კილოგრამზე. ანუ უფრო ძვირია ვიდრე SpaceX-ი. მსგავსი ტვირთმძიდველობით. ალბათ ეხლა ესეთი კითხვა გაგიჩნდათ. რატომ არსებობს ის საერთოდ კიდევ? შესანიშნავი კითხვაა. 1. ეროვნული უსაფრთხოება. ამერიკის მთავრობა მინიმუმ 2 დამოუკიდებელ წვდომის ვარიანტს ითხოვს კრიტიკულ ორბიტებზე. ULM ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების პროგრამის, ანუ NSSL-ის ფარგლებში 5 მილიარდი და 300 მილიონი დოლარის კონტრაქტი მიიღო 19 მისიისთვის. ეს არის ინსტიტუციონალიზებული კონკურენცია. არა იმიტომ, რომ ULA იაფია, არამედ იმიტომ, რომ მონოპოლიები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშია. თუმცა ბოლო გაშვებების დროს მყარი საწვავის ძრავებთან პრობლემები განმეორებით წარმოიშვა. ეხლა კოსმოსური ძალები ძალიან ყურადღებით აკვირდება მათ. 2. და ასე ამტკიცებს ULA კონკრეტული მისიის პროფილები. ზოგიერთი მაღალი ენერგიის მისიისთვის შორეულ ორბიტებზე. მინიმალური ნიშა 10 წლეულში მხოლოდ ცალკეული გაშვებები. გარდა ამისა, Falcon Heavy-ც ამას ყველაფერს აკეთებს. უმეტესობას უკვე Falcon 9-ით ასრულებს და ამჟამად უკვე არსებობს Blue Origin-ის New Glenn-იც. მაგაზე მოგვიანებით უფრო ცლად ვისაუბრებთ. Ariane 6 არის ევროპის პასუხი პრობლემაზე, რომელიც შეიცვალა. ეს არის ევროპის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფი რაკეტა. განვითარების ხარჯები 4-დან 5 მილიარდ ევრომდეა.
საფასური 80-დან 120 მილიონ დოლარამდე. კონფიგურაციის მიხედვით. მაქსიმალური ტვირთამწეობა დაბალ დედამიწის ორბიტაზე დიდ ვერსიაში 21600 კილოგრამია. პრობლემა ისაა, რომ Ariane 6 შეიქმნა Ariane 5-ის შესაცვლელად და Falcon 9-თან კონკურენტუნარიანობისთვის. მაგრამ განვითარებას იმდენი დრო დასჭირდა, რომ 2024 წლის პირველ გაშვებამდე ის Falcon 9, რომელთანაც კონკურენციას აპირებდნენ, უკვე ბევრად იაფი და სანდო იყო, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. ერთმა ევროპელმა კოსმოსური სფეროს მენეჯერმა თქვა: Ariane 6 ძირითადად პასუხია Falcon 9-ზე, როგორიც ის 10 წლის წინ იყო. ეს კლასიკური შემთხვევაა, როცა ბუთთან მიდიხარ, სადაც ის ახლაა და არა იქ, სადაც ის იქნება. რაკეტა ერთჯერადია, ანუ მას არ აქვს მრავალჯერადი გამოყენების საფეხურები. მსოფლიოში, სადაც მრავალჯერადი გამოყენება სტანდარტად იქცა, ეს სტრუქტურული ნაკლია. მაშ, რატომ პიდულობს საერთოდ ვინმე Ariane 6-ის? ევროპელი ინსტიტუციური კლიენტები, ანუ ევროპის კოსმოსური სააგენტო, ევროპული უცხებები, ევროპელი სატელიტის ოპერატორები, პოლიტიკური და სტრატეგიული მიზეზების გამო დაინტერესებულნი არიან, რომ ევროპული წვდომა შენარჩუნდეს, ანალოგიურად როგორც ამერიკელებიც. ეს შეიძლება ირაციონალურ გადაწყვეტილებად მოგეჩვენოთ. მაგრამ რასაც აქ ხედავ, არის სუვერენიტეტი, როგორც პროდუქტი. New Glenn-მა Blue Origin-ის პირველმა მძიმე რაკეტამ 2024 წელს პირველად იფრინა და უკვე რამდენიმე წარმატებული გაშვება აქვს შესრულებული. მათ შორისაა NASA-ს Escapade-ის მარსის მისია. უახლესი მისია, რომელიც 19 აპრილს ჩატარდა და სადაც მათ პირველად მოახერხეს ბუსტერის ხელმეორედ გამოყენება, ერთი შეხედვით ზღაპრულად წარიმართა. ბუსტერი, სახელად Never Tell Me the Odds, წარმატებული მისიის შემდეგ მეორედ დაეშვა დრონგემ Jacqueline-ზე. 2-დან ერთ-ერთმა BE-3U ზედასაფეხურის ძრავამ მეორე ანთებისას საკმარისი ბიძგი ვერ მისცა. ამის გამო სატელიტი ძალიან დაბალ ორბიტაზე აღმოჩნდა და გაშვებიდან რამდენიმე საათში დეორბიტირდა. მისია დაზვეული იყო. თუმცა ეს სერიოზული დარტყმაა Blue Origin-ისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებლობები ამ პროცესის ნაწილია, ისინი მაინც მტკივნეულიავლია და ზიანს აყენებს რეპუტაციას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს კლიენტების მაჩვენებლებზეც აისახება. კლიენტი იყო ESD Space Mobile-ის Bluebird-ის სატელიტი. ისინიც მხოლოდ პერიფერიულად კი არა, ბევრად უფრო სერიოზულად დაზარალდებიან, რადგან ახლა ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად 50-დან 80-მდე სატელიტი ორბიტაზე გაიყვანონ. მაგრამ იმის ნაცვლად, რაც მათ სურდათ, მიიღეს დაკარგული სატელიტი და ერთ-ერთ რაკეტას, რომელსაც ისინი იყენებდნენ, ახლა გაშვების აგროვებს აკრძალვა აქვს. დაწერე კომენტარებში, რას ფიქრობ ამაზე. New Glenn-ის კატალოგური ფასი 60-დან 90 მილიონ დოლარამდეა. სტანდარტულ კონფიგურაციაში მისი ტვირთამწეობა დაბალ დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 45,000 კილოგრამია. ეს New Glenn-ს თეორიულად განსაკუთრებულად კონკურენტუნარიანს ხდის. თითქმის 2-ჯერ მეტი ტვირთამწეობა ვიდრე Falcon 9-ის შედარებით მსგავს ფასად. სრული დატვირთვისას 1 კილოგრამზე $2,000 ნაკლებია. პირველი საფეხური ხელახლა გამოსაყენებელია და ოკეანეში გემზე ეშვება. Falcon 9-ის მსგავსად. მეორე საფეხური ერთჯერადია. New Glenn-ზე არსებული კითხვის ნიშანი იგივეა, რაც ნებისმიერ ახალ გამშვებ სისტემაზე. სანდოობას დრო სჭირდება. SpaceX 300-ზე მეტი Falcon 9-ის გაშვება ჰქონდა ჩატარებული, სანამ რაკეტამ ყველაზე მომთხოვნი კლიენტების ნდობა მოიპოვა. New Glenn-მა ახლახან დაიწყო კლიენტებისთვის, რომლებსაც არ ჭირდებათ გამოგამოცდილი რაკეტა, ანუ ისინი პიონერები არიან, ან უბრალოდ უფრო დაბალ ფასებს ანიჭებენ უპირატესობას, გამოცდილი რაკეტა კლიენტებისთვისაა. კრიტიკული მისიებისა და მკაცრი ვადების შემთხვევაში Falcon 9 ამ ეტაპზე უფრო უსაფრთხო არჩევანია. მაგრამ იმისთვის, რომ ნდობის ჩამოყალიბება ცოტა დააჩქაროს, Blue Origin-მა გადაიბირა ULA-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და დაავალა მოეპოვებინა ეს მომგებიანი ინსტიტუციური კონტრაქტები. და კიდევ არის New Glenn 9X4. დაგეგმილი ვარიანტი, რომელსაც პირველ საფეხურზე 9 ძრავა ექნება 7-ის ნაცვლად. მნიშვნელოვნად მეტი ბიძგი, მნიშვნელოვნად მეტი ტვირთამწეობა. ოფიციალური ფასი ჯერ არ გამოცხადებულა. Blue Origin-ი ამ საკითხზე ძალიან ფრთხილად საუბრობს. იაპონიამ H3-ით ახალი რაკეტა შეიმუშავა. სამიზნე ფასი დაახლოებით 50 მილიონი დოლარია თითო გაშვებაზე. ტვირთამწეობა დაბალ დედამიწის ორბიტაზე 16500 ეს კონკურენტუნარიანი იქნებოდა, რომ არა პირველი გაშვების ჩავარდნა 2023 წელს, ამის შემდეგ 5 წარმატებული მისია განხორციელდა, ხოლო ბოლო 2025 წლის დეკემბერში ასევე ჩავარდა.
იაპონია აქ გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის დამოუკიდებელ ცდომას როგორც ეროვნული, ასევე კომერციული მისიებისთვის. ინდოეთს აქვს თავისი GSLV და LVM-3 მყარი საშუალო კლასის რაკეტები, რომლებიც სულ უფრო კომერციულად იყიდება. OneWeb-მა მაგალითად რამდენიმე გაშვება დაჯავშნა. ფასი დაახლოებით 60-დან 80 მილიონ დოლარამდე და ტვირთამწეობა დაბალ დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 8 ტონა. ეხლა გადავდივართ სეგმენტზე, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. გამშვები რაკეტები მცირე და ძალიან მცირე თანამგზავრებისთვის. Rocket Lab-ის ელექტრონი ამ კლასში ბაზრის ლიდერია. მისი ფასი 7.5-დან 8 მილიონ დოლარამდე. ის 300 კილოგრამს დაბალ დედამიწის ორბიტაზე ათავს. ეს ნიშნავს 20 და 5,000 დოლარს თითო კილოგრამზე. ანუ 8-ჯერ ძვირია, ვიდრე Falcon 9-ის საერთო გაშვების მისიები. მაშ, რატომ ყიდულობს ვინმე ელექტრონს? იმიტომ რომ მას კონტროლი უნდა. Falcon 9-ის საერთო გაშვებაზე SpaceX-ი განსაზღვრავს ორბიტების დახრილობებსა და გაშვების თარიღებს. ვინც თავის თანამგზავრს ძალიან სპეციფიკურ მზესთან სინქრონულ ორბიტაზე კონკრეტულ დროს აგზავნის თანამგზავრების შემდეგაც თანამგზავრებს. დაგვიანებული ან არასწორად განთავსებული მისია ზოგ შემთხვევაში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ფასთა სხვაობა. ეს არის მცირე გამშვები რაკეტების ბაზრის არსი. არა ფასი კილოგრამზე, არამედ მოქნილობა და კონტროლი. ESA Aerospace მიუხენიდან 2025 წლის მარტში პირველად სცადა სპექტრუმის გაშვება და აფრენიდან მალევე ზღვაში ჩავარდა. სარქველი დაუგეგმავად გაიხსნა და აპარატმა პოზიციის კონტროლი დაკარგა. მეორე გაშვება ამავე წელს უნდა განხორციელდეს. სპექტრუმი დაახლოებით 1000 კილოგრამს ატარებს SSO-ში და ეს მიზნობრივი ფასია, 10,000 ევრო თითო კილოგრამზე, რაც გაშვების ფასს დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს. მათი მეორე გაშვების მცდელობა მალე დაიწყება. Rocket Factory Augsburg-ის RFR 1-იც ჯერ კიდევ არ გაფრემილა ორბიტაზე. გამშვები აპარატი აფეთქდა სტატიკური ცეცხლის ტესტის დროს შეტლანდის კუნძულებზე მიუნხენში. Plus 2024. მიუხედავად ამისა, ESA-მ RFA ჩართო თავის European Launcher Challenge-ში. ის არის და კიდევ 3 ევროპელი კომპანიასთან ერთად. საერთო ჯამში თითქმის 1 მილიარდი ევროს დაფინანსება. PLD Space ესპანეთის ელჩედან აშენებს Miura 5-ს, რომელიც დაახლოებით 300 კილოგრამის სასარგებლო დატვირთვის გატანას შეძლებს SSO-ში. პირველი ორბიტალური გაშვება დაგეგმილია 2026 წელს. კომპანიამ ახლახან 209 მილიონი დოლარი მოიზიდა, მათ შორის 5 მილიონი Mitsubishi Electric-ისგან. ესპანეთმა PLD-ისთვის 169 მილიონ ევროზე მეტი ESA-ს დაფინანსება გამოიტანა. ეს არის სერიოზული სახელმწიფო მხარდაჭერა. რაც სამივე ევროპულ მსუბუქ გამშვებ რაკეტას აერთიანებს, ისაა რომ ისინი ჯერ კიდევ რეგულარულად არ დაფრენილან. და ეს არის გადამწყვეტი საკითხი, რომელსაც მალე კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით. ეხლა უნდა შევხედოთ მომავალს. Relativity Space-მა თავისი Terran 1-ის მსუბუქი გამშვები რაკეტა გააუქმა. ის ორბიტაზე წარმატებით ვერ გავიდა და ეხლა სრულად ხელახლა გამოსაყენებელ Terran R-ზე მუშაობს. ის დაახლოებით 20 ტონას დაბალ დედამიწის ორბიტაზე უნდა გაიტანოს. ეს იგივე კატეგორიაშია როგორც Falcon 9. თუ ის სრულად ხელახლა გამოსაყენებელი უნდა იყოს, მაშინ ალბათ მნიშვნელოვნად უფრო დიდი გახდება. მაინტერესებს, რა მიდგომას გამოიყენებენ ისინი ზედა საფეხურის დაბრუნებისთვის. მათი 3D ბეჭდვის დაპირების შესახებ კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას. მათი საწესი მიზანი იყო რაკეტის 100%-ით 3D პრინტერებით წარმოება. იდეა იყო წლების წარმოება რამდენიმე კვირაში დაესრულებინათ. ამ მიზნიდან ცოტა გადაუხვიეს. როგორც ჩანს, გარკვეული ნიუთების წარმოება ტრადიციული მეთოდებით მაინც უკეთესია. მათ არ აქვთ ოფიციალური გაშვების თარიღი და დადასტურებული გაშვების ფასები. Rocket Lab-ის ნეიტრონი ამ სფეროში ყველაზე ამბიციური ფსონია. 13000 კილოგრამი დაბალ დედამიწის ორბიტაზე. რაკეტის ბუსტერის ხელმეორედ გამოყენება. განსაკუთრებული ისაა, რომ ნეიტრონს აქვს ზედა საფეხური, რომელიც არ არის ხელმეორედ გამოსაყენებელი. ის მდებარეობს ზემოთ, ტვირთის საფარის შიგრით. და განსხვავებით სხვა რაკეტებისგან, რომლებიც ამ საფარს აგდებენ, აქ ისინი მყარად არის დამაგრებული და ზედა საფეხურის ჩამოგდების შემდეგ ისევ იკეტება. მათი სამიზნე ფასი 50-დან 55 მილიონ დოლარამდე. ეს დაახლოებით 4000 დოლარია თითო კილოგრამზე. ანუ იგივე დონეზეა, როგორც Falcon 9, მაგრამ უფრო პატარა რაკეტით. პირველი გაშვება თავდაპირველად 2025 წლის შუა პერიოდში იყო გამოცხადებული, შემდეგ კი 2025 წლის ბოლოსთვის.
ეხლა უკვე 2026 წლის შუა პერიოდი. დაგვიანებები გროვდება. Rocket Lab-ი, მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ კარგად მიხვება გეგმას ასეთი რთული განვითარებისათვის. სტარტის პლატფორმა Valops's კონძულზე ვირჯინიაში მზად არის. პირველი სატესტო გაშვება აჩვენებს შეესაბამება თუ არა თეორიული მაჩვენებლები რეალობას. სტრატეგიულად ნეიტრონი საინტერესოა, რადგან Rocket Lab-ი უკვე მოქმედი და მომგებიანი კომპანია ელექტრონის წყალობით. მათ ინვესტორების ისტორიები არ სჭირდებათ, მათ ნამდვილი რაკეტა სჭირდებათ. ეს განასხვავებთ მათ სტარტაპებისგან, რომლებიც მხოლოდ მომავალ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული. ამასთან ერთად, მათ კიდევ ერთი ძლიერი მიმართულებაც აქვთ, რაც მათ ძალიან მყარ მდგომარეობაში აყენებს. მათთან შეგიძლია სატელიტის დაპროექტება, აშენება, გაშვება და ოპერირება. როგორც ჩანს, ეს ძალიან მიმზიდველი ბიზნეს მოდელია. ეხლა უნდა ვივაპარაკოთ Starship-ზე. Starship-ი სრულად ხელახლა გამოსაყენებელია. ბუსტერი და ზედასაფეხური. ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე მზად არ არიან, მაგრამ ეს მხოლოდ წლების საკითხია. მაგრამ ზედასაფეხურის ხელახლა გამოყენების გარეშეც შესაძლებელია Starship-ის სისტემის გამოყენება. და ყოველი გაშვება გამოიყენება იმისთვის, რომ ხელახლა გამოყენება სრულყოფილებამდე მიიყვანონ. ამით ვიტყოდი, რომ Starship ბაზარზე უფრო ადრე გამოვა, ვიდრე ბევრს შეუძლია წარმოიდგინოს. იგი უნდა შეძლოს მინიმუმ ერთხელ 100 ტონის გატანა დაბალ დედამიწის ორბიტაზე, ხელახლა გამოყენებადი ვერსიით. 250 ტონამდე თუ დაბრუნებაზე უარს ვიტყვით. შედარებისთვის, მთელი საერთაშორისო კოსმოსური სადგური დაახლოებით 420 ტონას იწონის. ორბიტალური საწვავით შევსების შემთხვევაში Starship-ი შეძლებს აღნიშნული 100 ტონა მთვარეზე და მარსის ზედაპირზე გადაიტანოს. მოგვიანებით ვერსიები კიდევ უფრო მეც. ილონ მასკი გრძელვადიან პერსპექტივაში საუბრობს გაშვების ფასზე, რომელიც $10 მილიონზე ნაკლები იქნება. რეალისტურ პერსპექტივაში ან მომდევნო წლებში ნაწილობრივი ხელახალი გამოყენების და გაშვების ზარდის სიხშირით საუბარია $100-დან $200-მდე 1 კილოგრამზე. შედარებისთვის, Space Shuttle იყო $51,500 1 კილოგრამზე. თუ ეს რიცხვები თუნდაც მიახლოებით იქნება მიღწეული, Starship-ი ფუნდამენტურად შეცვლის მთელ კოსმოსურ სექტორს. სატელიტები, რომლებიც დღეს გაშვების ფასის გამო ვერ შენდება, მოულოდნელად ეკონომიკურად გამართლებული გახდება. მისიები მთვარის ზედაპირზე, ასტეროიდებზე ან მარსზე კერძო სექტორის მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. $10 მილიარდი ღირებულების ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უნდა დაეკეცათ, რადგან არიან 5 საკმარისად დიდი არ იყო. Starship-ში ის გაშლილ მდგომარეობაში თავისუფლად ეტევა. წარმოიდგინეთ მხოლოდ რა ყველაფერი გახდება შესაძლებელი ამის საშუალებით. ეს არ არის სარეკლამო მასალა, ეს არის ძალიან დიდი, ძალიან იაფი, სრულად ხელახლა გამოსაყენებელი ხომალდის ფიზიკური შედეგები. სხვათა შორის, თუ Starship-ი თქვენც ისე გიზიდავთ როგორც მე, მაშინ ჩვენ თქვენთვის რაღაც გვაქვს. მომდევნო დღეებში ეს მკაცრად შეზღუდული Starship-ის მოდელები ჩვენს მაღაზიაში ონლაინ გაიყიდება. ზოგიერთი მათგანი უკვე დაჯავშნილია, ვისაც სურს შეუძლია ელფოსტით დაჯავშნოს ისინი. ზოგი უკვე გაყიდულია. დამზადებისთვის ჩვენ გამოვიყენეთ Prusa Core 1. ის შესანიშნავად გამოდგება მცირე სერიული წარმოებისთვის. და ვინც კიდევ ცოტას დაიცდის, SLS შემდეგ მოდის. დარჩით ჩვენთან, ბუმულები პრინტერსა და მოდელზე ქვემოთ აღწერაშია. დაუბრუნდეთ Starships. Starship-ი ჯერ კომერციულ ექსპლუატაციაში არ არის. პირველი კომერციული მისიები დაიწყება 2027 წელს. ერთ-ერთი პირველი ტვირთი Superbird 9, რომელიც იაპონურ პროვაიდერს ეკუთვნის. ტულუსში, საფრანგეთში, Airbus Defence and Space-ის მიერ შენდება. სანდოობა ჯერ უნდა დამტკიცდეს გაშვებებით და არა დაპირებებით. ეს ეხება ყველა სამგზავრო პროვაიდერს, რაკეტებს და Starship-ის შემდეგი გაშვება, ანუ ფრენა 12 შეიძლება უკვე მაისის დასაწყისში გაიმართოს. ეხლა უნდა ვილაპარაკოთ რუსეთსა და ჩინეთზე. ორი ბაზარი, რომელსაც როგორც წესი მაინც ვერ გამოიყენებ. მაინც შევხედავთ მათ. Soyuz 2-ის ისტორიული ღირებულება დაახლოებით $4,850 მილიონი. ის დაახლოებით 8.2 ტონას აგზავნის ლეოში. ფასი წარმადობის თანაფარდობა ომამდე უკვე საკმაოდ კარგი იყო. 2020 წლის თებერვლის შემდეგ ის დასავლელი მომხმარებლებისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი, არც იურიდიულად და არც პოლიტიკურად. რუსეთის Proton M იყო მძიმე ტვირთმზიდი რაკეტა GTO მისიისთვის და ის გამოდის ექსპლუატაციიდან, რადგან მას აღარ აქვს მნიშვნელოვანი პოზიცია ბაზარზე. სხვა სიტყვებით, არავის სჭირდება იგი. ჩინეთს აქვს გრძელი მარშის რაკეტების მთელი ოჯახი. მცირე ზომისიდან სუპერ მძიმე ვარიანტებამდე. გრძელი მარშის 3 რაკეტა GTO მისიისთვის დაახლოებით $70 მილიონი ღირს.
უფრო იაფია ვიდრე Ariane 6, უფრო მეტად Falcon 9-ს შეედრება. ტვირთამწეობა GTO ორბიტაზე არის 5500 კილოგრამი. პრობლემა დასავლელი კლიენტებისთვის. უმეტესობა დასავლური სატელიტებისა შეიცავს ამერიკულ კომპონენტებს, ან აშენებულია ამერიკული, ან მოკავშირე ინსტიტუტებისთვის. და ITAR, ანუ საერთაშორისო იარაღის ვაჭრობის რეგულაციები, ბევრ შემთხვევაში გრძალავს ჩინურ ან რუსულ რაკეტებზე გაშვებას. ეს ამერიკული რეგულაციაა და მას უნდა დაემორჩილო თუ ამ კომპონენტებს იღენებ. 2025 წელს 90-ზე მეტჯერ გავუშვეს. ეს უზარმაზარია და აჩვენებს შესაძლებლობებს. მაგრამ ეს ბაზარი დასავლეთის კომერციული სატელიტების ინდუსტრიის უმეტესობისთვის უბრალოდ მიუწვდომელია. ეხლა მოდის ის ნაწილი, რომელიც უბრალო ფასების შედარებაში არ ჩანს. ეს არის სტრატეგიული მოსაზრებები, რომლებიც დგას იმ გადაწყვეტილების მიღმა, თუ რომელი გამშვები რაკეტა უნდა აირჩიოს საბოლოოდ. ორბიტა პირველ რიგში. სანამ საერთოდ რომელიმე მომწოდებელს განვიხილავთ, ჯერ განსაზღვრავენ მისიის პროფილს. რა ინკლინაცია, ანუ რა დახრილობა ეკვატორთან მიმართებაში, რა სიმაღლე, რა ადგილობრივი დრო SSO-ზე, რა ტრანსფერის ორბიტის მოთხოვნები და ასე შემდეგ. ეს მაშინვე გამორიცხავს ხელმისაწვდომი რაკეტების დიდ ნაწილს. ცალკე მისია თუ რაიტში არის. რაიტში არის იაფია კილოგრამზე, მაგრამ შენ მიფრინავ თავარი კლიენტის ორბიტაზე. ვინც ზუსტად თავის ორბიტაზე უნდა მოხვდეს, იხდის ცალკე მისიისთვის. ვინც მოქნილია ან საკუთარი ძრავა აქვს, რაიტში არის მნიშვნელოვნად ზოგავს. სანდოობა ფაზზე ძვირია. თუ შენი სატელიტი 50 მილიონი დოლარი ღირს და იაფ, მაგრამ გამოუცდელ გამშვებზე დაიკარგება, გამშვების 5 მილიონიანი ფასდაკლება კარგი გარიგება არ ყოფილა. ამას სადაზღვევო პრემიებიც ასახავს. Falcon 9-ზე გაშვების დაზღვევა უფრო იაფია, ვიდრე ისეთ გამშვებზე გაშვების, რომელსაც მხოლოდ 3 გაშვება აქვს ჩატარებული. Dann die geopolitische Exposition. 2022 წლის შემდეგ ყველა, ვინც Soyuz-ზე იყო დამოკიდებული, მიხვდა. გაშვების შესაძლებლობა არ უნდა იყოს ერთადერთი ჩავარდნის წერტილი. კრიტიკული მისიებისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დიდი კონსტელაციებისთვის, ან რამდენიმე კვალიფიციური მომწოდებელი გჭირდება, ან შეგნებულად იღებ რისკს. დროის შერჩევა და ხელმისაწვდომობა. Falcon 9 კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს. New Glenn თვეში ერთხელ. ნეიტრონი ჯერ არ უფრენია. თუ შენს თანამგზავრს ფანჯარაზე დამოკიდებული გაშვების თარიღი აქვს, მაგალითად ნეიტრონისთვის ჯერ არ არის ნაპოვნი. ნეიტრონი ჯერ არ არის ნაპოვნი. სწორ დროს ნეიტრონის შესაძლებლობა ფაზზე უფრო მნიშვნელოვანია. ნეიტრონის კონტრაქტული მოქნილობა. SpaceX ცნობილია შედარებით მკაცრი კონტრაქტული პირობებით, განსაკუთრებით მცირე კლიენტებისთვის. უფრო მცირე პროვაიდერები ამ ხრივ ბევრად უფრო ადაპტირებადები არიან. ექსპერიმენტული მისიებისთვის ან კვლევითი დაწესებულებებისთვის, რომლებიც ხშირად ცვლიან თავიანთ მოთხოვნებს, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. სუვერენიტეტი როგორც პროდუქტი. ეს აბსტრაქტულად ჟღერს, მაგრამ ევროპულ ინსტიტუციებს, იაპონურ უცხებებს, ინდურ სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე ამერიკელებს, ყველას აქვთ ლეგიტიმური ინტერესი, რომ არ იყვნენ მხოლოდ ერთ ამერიკულ კომპანიაზე დამოკიდებულნი. ეს სულაც არ არის ირაციონალური, არამედ გეოპოლიტიკური რისკების მართვა. და სწორედ ამიტომ არსებობს Ariane 6 H3 და ევროპული გამშვები რაკეტების გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ Falcon 9 იაფია. და რას ნიშნავს ეს ახლა? ჩვენ ახლა ცხოვრობთ იმ მოკლე ისტორიულ მომენტში, როდესაც კოსმოსში წვდომის ხარჯები დრამატულად მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის თანაბრად და საიმედოდ ყველა მომწოდებელთან ერთდროულად. SpaceX აქვს სტრუქტურული და ტექნიკური უპირატესობა. 600-ზე მეტი გაშვების გამოცდილება, მრავალჯერადი გამოყენების ბუსტერები, 34 ან მეტი ფრენით ყოველკვირეული ტემპი. ეს 2 ან 3 წელიწადში ვერ დაეწევი. ამავე დროს, როდესაც ბაზარზე ერთი მომწოდებელია, რომელიც გლობალური ორბიტალური გაშვების 2/3-ს აკონტროლებს, ეს მთლიანი ინდუსტრიისთვის ჯანსაღი მდგომარეობა არ არის. ეს ხსნის, რატო აგრძელებენ ბევრი სახელმწიფო და კერძო ინვესტორი კონკურენტებში ინვესტირებას. არა იმიტომ, რომ სჯერათ, რომ SpaceX დაამარცხებენ, არამედ იმიტომ, რომ ყველა საშუალებით სურთ მონოპოლიის თავიდან აცილება. და ესეც კარგია. არაფერია მონოპოლიაზე უარესი. და Starship-ი თუ იმუშავებს, შეცვლის საკითხს არა მხოლოდ სატელიტების ოპერატორებისთვის. ის შეცვლის ამას მთვარის მისიებისთვის, სამეცნიერო ტელესკოპებისთვის, ორბიტაზე ინდუსტრიული წარმოებისთვის, ყველაფრისთვის, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით, რადგან ეს ძალიან ძვირი იყო. Space Shuttle-ის ღირებულება იყო $54,500 თითო კილოგრამზე.
Falcon 9-ის ღირებულება დაახლოებით $3000-დან $4000-მდეა. Starship-ი მიზნად ისახავს $100-ზე ნაკლებს და მალე მიაღწევს ამას. მსოფლიო ჯერ მზად არ არის. კოსმოსი ხელმისაწვდომი ხდება. ვისთვის და რა პირობებით, ამას შემდეგი 10 წრეული გადაწყვეტს. თუ გინდა უფრო დეტალურად გავარჩიოთ კონკრეტული რაკეტები ან ევროპული სუვერენიტეტის საკითხი, დაწერე კომენტარებში. თითოეულ მათგანს ვკითხულობ. დიდი მადლობა პუსას. მისი მხარდაჭერის გარეშე ეს არხი სრულიად სხვანაირი იქნებოდა. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. ვადლობ ჩართვისთვის. პერა, ad astra. პრიორიტეტების დასმა. 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 იმედი მაქვს ეს სიტყვა აღარ მემახსოვრება. ზიფიშენის SSO orbit. SSO orbita. SSO ქვია.